მსოფლიოში განთქმული ქართული ღვინო მალე ტოკიოში, მადრიდსა და პარიზში იქნება წარმოდგენილი. საერთაშორისო სტანდარტულ ბაზრებზე მისი პოპულარიზაციისთვის 17.4 მილიონი ლარია გამოყოფილი, რაც გასული წლის ანალოგიურ ბიუჯეტს 1.4 მილიონი ლარით აღემატება. ღვინის ეროვნული სააგენტოს ფინანსური უზრუნველყოფით ქართული ღვინის პრეზენტაციას იაპონიის დედაქალაქი ტოკიო უმასპინძლებს. ღვინის მწარმოებელი ცნობილი კომპანიები ასევე მონაწილეობას მიიღებენ ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში გასტრო კონგრესში დაგეგმილ ღონისძიებებში. ჩატარდება ქართული ღვინის დეგუსტაცია სემინარიც, რის შემდეგაც საფრანგეთის დედაქალაქში ღვინოების საერთაშორისო გამოფენა და ღვინისა და ალკოჰოლიანი სასმელების სიმპოზიუმი გაიმართება. სახელმწიფო აგრძელებს ღვინის სექტორის აქტიურ ხარდაჭერას და წელს უკვე გაზრდილი ბიუჯეტით ღვინის ეროვნულ სააგენტოს და მათ საერთაშორისო კონტრაქტორებს საშუალება ექნებათ ქართული ღვინის მარკეტინგული აქტივობები გაზარდოს. ის კვლავაც რჩება პრიორიტეტულ ქვეყნებად ამერიკის შეერთებული შტატები, დიდი ბრიტანეთი, იაპონია, სამხრეთ კორეა, ჩინეთი, ბალტიისპირა ქვეყნები, გერმანია. ღვინის ეროვნული სააგენტო წელს კვლავაც გააგრძელებს ბუნებრივია საერთაშორისო ბაზრებზე დივერსიფიცირების პოლიტიკას და გაზრდილი ბიუჯეტის ფარგლებში რამოდენიმე მნიშვნელოვან ახალ საერთაშორისო გამოფენაში და ღონისძიებაში მიიღებს მონაწილეობას. 2025 წელი საკმაოდ წარმატებულად დაიწყო ჩვენი მეღვინეობისთვის. მივამგზავრებით მადრიდში იანვრის თვეში, Madrid Fusion-ის გამოფენაზე, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე დიდი გასტრონომიული გამოფენა არის მსოფლიოში. მივდივართ პარიზში Vinexpo-ს გამოფენაზე, რომელიც ტარდება საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის პატრონაჟის ქვეშ და 140-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენელი იღებს მონაწილეობას და 40,000-ზე მეტი სტუმარი ეწევა ამ ღონისძიებას მთელი მსოფლიოდან. წელს აგრეთვე დაგეგმილი გვაქვს ღონისძიებები აზიასა და ამერიკაში, რადგან ჩვენი მეღვინეობისთვის ძალიან მნიშვნელოვანი არის ბაზრების დივერსიფიკაცია. ამჟამად 27 ქვეყანაში ვართ წარმოდგენილი და ვიმედოვნებთ, რომ 2025 წლის ბოლომდე ეს რიცხვი 30-მდე გაიზრდება. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ქართული ღვინის ცნობადობის ამაღლებისათვის. ასევე არის კარგი შესაძლებლობა, რომ მოვიზიოთ ახალი პარტნიორები და შესაბამისად მოვხდინოთ ბაზრების დივერსიფიცირება. ჩვენი კომპანია აქტიურად არის ჩართული ექსპორტის ყველა მიმართულებით და სტაბილურად ვიზიტებით ამერიკის, ისე ევროპის ბაზარზე, როგორც არის მაგალითად ბალტიისპირეთი, პოლონეთი, გერმანია და ასევე აზიის ქვეყნებშიც, ჩინეთსა, იაპონიასა და სხვა.